მეგობრებო, ჩვენ შეკრებას სულად სიმბოლური ხასიათი აქვს. ეს მედი ცნობილი გახდა, რომ თემო კათამაძე ჩვენი თანამებრძოლი, საქართველოს ძალიან ერთგული, საყვარელი შვილი, საქართველოს ხელისუფლებად წოდებულმა, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ უპროფესორად გააძევა ქვეყნიდან. ეს არის იმგვარი დანაშაული, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ, არამედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, მისი ისტორიული სამართლიანობის წინააღმდეგ. მოხაჯირების თამამავალი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი შეწირა ქართული დიასპორის გაძლიერებას, ქართული დიასპორისა და ისტორიული სამშობლოს კავშირების გაძლიერებას, ქართული კვალის გაძლიერებას თურქეთის ტერიტორიაზე. ეს ადამიანი ირაკლი გებულაძემ დააკავა რა თვეების წინ იანვარში პოლიციის სამმართველოსთან უთხრა, რომ თურქეთში წადიო. აი იმდენ სიზამო, რომ თურქეთში გაგამგზავრებთო. და დღეს შეიძლება ირაკლი გებულაძე ალბათ ძალიან ბედნიერია ამის გამო, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ის გააძევა, მაგრამ იდეა ამ ერთიანობის არის აბსოლუტურად დაუძლეველი და თემურის არ ყოფნა მის სამშობლოში, საქართველოში, დედა საქართველოში არის სრულიად დროებითი ამბავი. ისევე როგორც ის დიდი უსამართლობა, რაც ჩვენ თავს ხდება, ის განუკითხაობა, ის მაფიოზური მმართველობა, რაც ამ ქვეყანაში მყარდება. გუშინ დაიტირეს ადამიანი, რომელიც საკუთარ მანქანაში მხოლოდ იმიტომ ჩაცხრილეს, რომ წილი არ გაუღო არაფორმალურ ავტორიტეტებს, წყალებში კრიმინალურ ავტორიტეტებს. და ეს ყველაფერი არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ხელდასმით. იმიტომ რომ სწორედ ქართული ოცნება იყენებდა ასეთ არაფორმალურ დაჯგუფებებს წინასაარჩევნოდ და არა მხოლოდ ბიზნესის გაყოფის და ასე შემდეგ. და თემურ კათამაძე მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ის ამ ჩვენთვის ყველაზე ძვირფას, საფიცარ, წმინდა ეროვნულ დროშას აფრიალებდა თვეების განმავლობაში დაუღალავად. კაცი, რომელმაც საგანმანათლებლო ცენტრებიდან დაწყებული, დამთავრებული იმ კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთხელ აღმოსვით, რაც თურქეთის ტერიტორიაზეა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული კვალი არ დაიკარგოს, არ დაკარგულიყო, რომ ქართველებს ჰქონოდათ საშუალება მიეღოთ განათლება, ესწავლათ უпростоრეთ ქართული ენაც, როგორც უმცირესობის ენა თურქეთის ტერიტორიაზე. ასეთ ადამიანს საქართველოს ძალიან ძირგამომპალმა სისტემამ თურქი დაუძახა. ეს ყველა სირცხვილია. თემური დღეს არის თურქეთის ტერიტორიაზე და ეს არის სრულიად დროებითი მოვლენა. ისევე როგორც დროებითია ჩვენი სხვა პოლიტპატიმრების ყოფნა საპრობილეებში. ხვალ თორდიკე გოშაძის საქმეზე იქნება ალბათ დასკვნითი ან გადამწყვეტი სასამართლოს ხდომა და ალბათ დავინახავთ, რას გააკეთებს ეს უსამართლო სასამართლო. თემურის იდეა, თემურის მედეგი, თემურის უდრეკი ყოფა, ბრძოლა არის სამაგალითო არა მხოლოდ ამ დროებისთვის. თემურზე ისტორიები შევაჩვენი ქვეყნის სახელმძღვანელოებში, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებში. როგორ შეიძლება პატევისცე შენი ისტორიული სამშობლოს წარსულს, ფესვებს და ამავდროულად ეცადო, რომ ორი ქვეყანა დააკავშირო, ორი კულტურა დააკავშირო. ამიტომ ჩემგან მოკრძალებული სალამი მას, იმიტომ რომ ძალიან მწვენია მისი. საჭირო საქმეები კი ვაკეთეთ მის დასაცავად, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რაღაცა დავაკელი როგორც თანამებრძოლმა, როგორც თანამოქალაქე მის დასაცავად. ამიტომ ამ სიტყვის გამოვისყიდით მხოლოდ იმით, რომ სხვა ადამიანები, რომლებიც დასაცავი ყავს, სხვა ადამიანები, რომლებიც ელიან ჩვენგან, რომ ჩვენ არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ იმ გზას, რომ მუდმივად გქონდეს პროტესტის შეგრძნება იმ განუკითხაობის მიმართ. ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ოცნებობდით, რომელზეც ჩვენ
რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით და რომლისთვისაც ვშრომობთ. აუცილებლად დადგება დრო, როცა ამ ქვეყანაში არ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები. აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ნამდვილად, რეალისტურად, სწორად წარმართავთ დიასპორასთან ურთიერთობებს. როცა ფერეიდელ ქართველებს ექნებათ საშუალება, რომ დიახაც მიიღონ აქ ორმაგი მოქალაქეობა ქვეყანაში და მოუტანონ სიკეთე თავიანთ ისტორიულ სამშობლოს. როცა ადამიანებს ბევრას არ დაუწყებენ იმ დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლის გამო, რა ღირებულებებსაც იცავდა თემური. თემური არ არის მხოლოდ ორი ქვეყნის შვილი, ის არ არის მხოლოდ საქართველოს და თურქეთის შვილი. ის არის კაცობრიობის შვილი, რომელიც ერთნაირად დაიცავდა და დაიცავს ადამიანის უფლებას. ადამიანის უფლებას იყოს ღირსეული მოქალაქე იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს, სადაც დაიბადა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ ამას, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომ თემურის ისტორია აუცილებლად შევა სახელმძღვანელოებში. მადლობა ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ეხმარებოდნენ მას სამართლებრივად. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო კოლეგებს, თანამოაზრეებს, პროფესიონალებს, იურისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო იმაში, რომ თემურს მიიღო ჰუმანიტარული სტატუსი, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცდილობდა, რომ მიეწოდინა ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მაგრამ ქართული ოცნების უბადრუკმა დეჰუმანიზირებულმა პოლიტიკამ არ მოგცა საშუალება, რომ საერთაშორისო სამართლის ის ნორმები აგვემოქმედებინა, რომელიც ასე დროს მოქმედებს ხოლმე. სირცხვილია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს კარებს ვუღებდეთ, ვანიჭებდეთ მოქალაქეობას, ვაძლევდეთ მუდმივი ბინადრობის უფლებას და ასეთი ადამიანი 4000-ია მხოლოდ 2024 წელს და თემურ ქათამაძეს აძლევდეს საქართველოს. სირცხვილია, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის ეს ამბავი. სირცხვილია ის, რომ ადამიანებმა აირჩიეს პოზა, რომ ჩირგვერში დაიმალონ, რომ მათ ეს არ ეხებათ. არ არის ეს ასე. პირიქით მეგობრებო, თუ ჩვენი პროტესტი არ იდგება, თუ რუსთაველი არ იდგება, თუ არ იდგება ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე თავისი 30 პროტესტანტით, უფრო მალე და მარტივად მოვეთ თქვენთან. ეს მინდა რომ გაიგოთ და შეიძლება წინასწარი წარმოდგენა გქონდეთ ან თქვენს გირეცხავდეთ პროპაგანდა, იმედით, პოსტებით, ნებისმიერი სხვა საშუალებით, რომ ჩვენ ვართ სამშობლოს გამყიდველები, რომ ჩვენ არ გვინდა ეროვნული იდენტობა, რომ ჩვენ ტრადიციების წინააღმდეგები ვართ. არა ბატონო, ნებისმიერი ადამიანი შეგვეჯიბროს ოჯახის პატივისცემაში, სამშობლოს სიყვარულში და სოლიდარობაში. რაც გვამოძრავებს, არ შეიძლება ჩვენი მეგობრები ისხდნენ ციხეებში და ჩვენ სახლში ვისხდეთ. არ შეიძლება ქალს ემუქრებოდეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა პოლიციელისთვის სინის გაწვდის გამო და არც ერთი პოლიციელი არ იყოს დარჩილი, რომელიც თავს უჩეჩქავდა ჟურნალისტებს, რომელიც შეჯდა მუხლებით მოქალაქეებზე, რომლებიც თავი გადაუხერხეს ლამის ჩემს მაგას გურამ როგავას. არ შეიძლება ამ უსამართლობაზე თვალს ხუჭავდეთ და მე შვილებს ვაფერებოდით საღამოობით, სამშობლოს სადღეგრძელოს ვიღებდეთ საღამოობით და მეგობრებთან ცვლავდეთ და არ ფიქრობდეთ იმ გარდამავალი, იმ გადამწყვეტი წამში დაძინებამდე, რაზეც ოთაჭილაძე წეს თუ ვინ ვართ, რანი ვართ და სად გვინდა ვიყოთ. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხარ, არ აქვს მნიშვნელობა რა პოლიტიკური გემოვნება გაქვს. ძალიან ბევრს ჩვენ წინააღმდეგობაში საერთოდ შეიძლება ვერ უგებდე პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილში, მაგრამ ვუგებ სოლიდარობის და მხარდაჭერის ნაწილში. არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, საუბრობდეთ იმაზე, რომ ევროპა და ამერიკა გვართვევს იდენტობას. არა და ხომ ყველამ ვიცით, აჭარაში სოფელი არ არის დარჩენილი, სადაც ევროკავშირის ან USAID-ის დაფინანსებით ან საწარმო არ არის გახსნილი, ან სკოლა არ არის გარემონტებული, ან გზა არ არის დაგებული. ერი მტრად უნდა მივიღოთ და მოყვარე მოყვრათ. არ გვეშლება ჩვენ ადამიანებს, რომლებიც დგავართ წინააღმდეგობაში, არც მტერი და არც მოყვარე. არც ერთ ქართველ მმართველს არ უთქვამს
სამშობლო ვიკმაროთ, იმიტომ რომ სახელმწიფო არ გამოგვდისო. ეს ბიძინა ივანის შუმა თქვა ერთადერთმა. ამიტომ არის ის დიახაც ოკუპანტების ტვინზე მოწყობილი ადამიანი. ის ვერ გაიგებს თემურ ქათამაძის ტკივილს, ის ვერ გაიგებს თემურ ქათამაძის დროშის ფრიალის ენერგიას. მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ქალს 45 დღე სიმშილა გაეძლო და თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე მდგარიყო. იმიტომ რომ მან მხოლოდ ფულის ენა იცის. იყიდოს პარლამენტარი, იყიდოს პროკურორი, იყიდოს პოლიციელი, იყიდოს მოსამართლე და ბოლოს გვიყიდოს ჩვენ. არა ბატონო, ვერ გავიყიდებით. არ არის ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის ბოსტანი. არ არის ეს ქვეყანა არც მისი სამჭედლო კადრების. ეს არის ამაყი და ღირსეული ქართველების ქვეყანა, რომელიც ეს დიახაც ხდება ხვლით და მოყვარეს სტომას ხდება იმ განსაკუთრებული ღვინით, რომელიც სხვათა შორის ყველაზე მეტად სწორედ ევროპასა და ამერიკაშია დაფასებული და სადაც წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტი. ნუ გააკეთეთ არჩევანს რუსულ ბაზარზე, გააკეთეთ არჩევანი ევროპულ ბაზარზე. არ შეიძლება ეკონომიკურად მივებათ. რუსეთს ქვეყანას, რომელსაც ნებისმიერ წამს შეიძლება ჩაგვიკეტოს საზღვრები ეკონომიკურად. და მთელი ეს პროპაგანდა თურქეთთან მიმართებაში, რაც წლების განმავლობაში წამლავდა აჭარის მოსახლეობას და არა მხოლოდ. გავიხსენოთ პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ამბობდა, რომ თურქეთი თურმე საზღვარს წევს. ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც დემარკირებული გვაქვს საზღვარი, არის თურქეთი. ერთადერთი ქვეყანა, ვისთანაც გარკვეულია თითოეული სანტიმეტრი, არის თურქეთი. და ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ეს არის რუსეთი. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ამიტომ ამ რუს ოლიგარქს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუთმოთ ეს ქვეყანა. დღეს თემურ ქათამაძეა დასაცავი, დღეს პოლიტვადიმრები არიან დასაცავი, დღეს ჩვენი შვილები, შვილიშვილები, ძმისშვილები, ჩვენი ოჯახები არიან დასაცავი. ამიტომ დიდება საქართველოს, დიდება თავისუფლებას, დიდება ჩვენს პოლიტპატიმრებს და თავისუფლება ჩვენს პოლიტპატიმრებს.